გაბაჯობათ მზიან მარტყოფიდან. არათა მეწვიმა უფრო მინდოდა რომ წყალი ამევსო. ესენია სამზარეულოს ჩაის ტილოები და პირსაწმენდები. ხოდა დაუთოვებულებში მქონდა და ეხლა როს დავაბინავე, ამასაც დავსვავ ასე. ეხლა სანამ ვიფიქრებთ თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ დღეის საჭმელი, გამოვუშვოთ ქათმები და გადავიღოთ რა ვიყიდე ვიდეო. ქათმების გამოშვება მეზარება, მაგრამ ცოტები არიან. ამისთვის გჭირებათ სოცხი, რომ ბნედა დავცეთ და საჭმელი უნდა დაუყაროთ. წყალი კიდე არ მოსულა. ჩემი პატაწინები და ჩემი სიხარულები. როგორ ახათ ბავშვებო? რატო აგდებ ამ ქვას? ასე უნდა იყოს. მე ერთი ბიჭები და ერთი ლამაზები და ერთი საყვარლები და შევჭამ ამას და მით უმეტეს აი ეს როგორ მიყვარს რო იცოდეთ ხარხნო ნახეთ ერთი ნეწვა. მე არ ჩამივარდი ჩემო ცხოვრება. მოდი დედასთან. მე შენ დედა არა ვარ, მაგრამ შენიც ვიქნები. ვაიმე გულო. შემეჭმევი. აი მილაპატალა ხარ ღვეთო. ულამაზესი და უსაყვარ. ეხა მას ჩავუყრი ცოტას. და ეს კოცხსაც მოუხარშავ. აბა მიდი ჭამეთ. მიდი. პატარები კი ხართ, მაგრამ კუჭები გაქვთ დიდი. მიირთვით, კოცხსაც მოგიხარშავთ მერე. ესეც ეს. ამას გადავუყარო. ერთ ვედრა ხორბალს ვუყრი, ერთ ვედრა ქერს და საღამოდი არაფერს აღარ ვუყრი. ეს აქ. ეს ხუთით. ესეც აქ დავყაროთ, რომ ის ვირგლა ინდაური არაცდის ხოლმე რომ ჭამონ ერთ მხარეს. სუდ გაახორნა და ვირივით სცემს. ხოდა ეხლა ასე ვქნათ, ეს სამოვიხოთ. ესეც გადავუყაროთ და გამოვუშვოთ. აქ არ ვიცი რატო ყრია, ვინ დაყარა ხორბალი, არ ვიცი. აჰა, ეს აქ. ესეც ეს. ვუყრი ხოლმე რომ ხა კარებს რო გავაღებ, ეს ხუთიც არ გამოვიდეს. წყალი უსხიათ, წვიმამ გაავსო კაია თორე. მაგათი დასასხმელი წყალი არ იყო. გოში ტუპია ეშვა ვაჟბატონი და ეგრევე გამოვარდა თუ არა. გამოყარა ფიცრები, რომელიც კარების ქვეშ გვილაგია რო არ გაგიდნენ ქათმები და რაღაცა. გაძურა. გავუშვი. კარები მე გავუღე ცოტა ღია დატოვე რა უნდა და შემოვიდეს მეთქი. არაფერს არ უშავებს აბსოლუტურად, აი ხალხი კი არა, აი რავი, ერთი ბეწო ბავშვი რომ მიდიოდეს ახლო არ მიეკარებ. მაგრამ მანქანებისა შემეშინა რომ მანქანებმა არ დაარტყან მე და არ მოკლა. პენსიაზეა გასასვლელი ისედაც. გამოვიდა ქალები. აი მე რომელი ხდება. კაცი გავარდა. ჩქარა რა ცოტა დროზე. გამოდით ბავშვებო, გამო. გამოშეკიდე. აბა. ბაი, კვერცხი დაუდიათ აქ და გაუტეხიან ვირს, რომელიღაცა ვირს. ეხა ფეხებით და როგორ არ მიყვარს ხოლმე ეკედა რომ კვერცხს ვიღებ ნეტა იცოდეთ. იმიტომ რომ არის გასახეხი შეხედეთ. ცოცხი ავიღოთ, ვიცა. ამას ჩავალბობ. ეგავარეცხავ მერე. აბა. შესაკ დავალაგო ჯერ. ყველა შევიდა. შედი ჩქარა. მოიცა იმან შეაგდო. აი ჯერ დაგეტოს. მიდი. გადი ეთერა.
დებილი ეს. всё. ეხლა ჩავწერ ვიდეოს და თან მოვიფიქრებ რამე საჭმელს, რაც გვანანეს როგორ გავრეწყო. ბევრი წყალიც არა მაქვს. კაი, ჯიგრიანად. თუ ჯიგრულად რო გავრეწყო, წამი რამეს ჩავალბო. დავასველი აქ და ჩამოვალ მე და გავრეცხ. წამი თმა ის როგორ უნდა გავიკეთო გეტყვით. ბარბარე მომირჩია ეგ ამბავი. რო შევატყე ეგრე ჯობია. აურა მაგრამ შია. ჩემი ბუწუწა. ჩემი ცხოვრება, ბიჭო, ეს გადამრჩა ჩემი ცხოვრებიდან. წყალი მოშებულია? მოშებულია და აწამლეკოს. აი მე და. წერან დები დავკრიფე. მეტი გავაკეთე და ჩავაბრძანე აქ, ოთახში. აბა სად არის ბუკეტი ნახეთ? მეცა. სუნი არა აქვს, მაგრამ ვიზუალურობით არა უშავ. აი. შემოვეცია გუშინ ივანეს ოთახის ისა მქონდა. მილაგებისა და გავაფრთხილე რომ საწოლზე მეთქი იცის ხოლმე ან წიგნის დადება რაღაცა არ შეხო მე უთხართ თორე არ ვიცი რაც გიზავ. ეს დავხვრეთ და ნახოთ ახლა რა ვიყიდეთ ივანესთვის. რაღაცნაირად შტატივზე ხوار დაგაყენოთ. მე მგონი გჯობია რა შტატივი. ძალიან დაბალიდან კადრი არის ეგ. ჯერმანდ მივიდეთ ივანესთან მილაგია. და მე აქ შემოვიდეთ. ჩემთან საცმელად. რა იყო კოკი? აუ ველოდები თემუ სამანათს. როდის მოვა? ძირითადად პატარის რაღაცები მაგამოწერილი. ესე ჯობია. პირისპირ გელაპარაკებით და პირისპირ გხედავთ. ეს არის ხსაცმელი. ეს არის შარვალი კოსტუმი. ჯერ კოსტუმი და შარვალი და რამე ვნახოთ. მერე ვნახოთ ფეხსაც. არ ვიცი ხა კამერა რამდენად აღიქავს ამ კოსტუმის ფერს. აი, იცით რა ლამაზია. ახლა მოვიტან. ულამაზესია ოღონდ მართლა. თავისი ჟილეტით. ჩავდოთ. საერთოდ უკუღმაბი კიდია. დროგუშინაც ეცორეს და შარვალი კიდია ქვეშ. ამის იცი რა მომწონს? რა იყო ჩემთვის უფრო მისაღები. ჟილეტები როა ხოლმე და ჟილეტი ხოა წინ აი ამ ნაჭრით თუ რა ნაჭრიც არის შარვალ კოსტუმი ოდნავ ჩამოვწიოთ თორე კიდე დამიგრძელდა და უკან ხო აქვს ხოლმე ჟილეტებს ატლასი
ან უკანა მხარე ატლასი აქვს ხოლმე. ამას აქვს იგივე ნაჭერი რაც წინ. და მაგიტო უფრო ძალიან მოგვეწონა. ეს ატლასი კი არა აქვს, თვითონ ეს აქვს. ეს ყველაფერი მაქვს ჩასახსნელი ახლა უკანა მხარეები, ჯიბეები, სახელოები. და კამარი. უი, ხალხი გვაჩუქეს. შავი არის. ეხლა დავაკვირდი რომ შავი. და ამაში მივეცით დაგვიფასეს 350 და მოგცეს 300 ლარად. დაგვიკლეს თვითონვე, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა იოანესაც რა და არ გითქვია სიტყვაზე რომ აი ბოლო ფასი რამდენია, მით უმეტეს ლაშა მიცის ხოლმე რომ ყოველთვის იმაშვება რა. რომ აი რამდენად მოგცემა რაღაცა ეგეთი და თვითონვე თქვენს რომ 350 იღებს და წაიღეთ 300, რადგან ესე ძალიან მოეწონა ბავშვსო. ესეთივე იყო წმინგოსფერი სხვათა შორის, ძალიან მაგარი იყო ისიც და აღარ ჩაუცვია. იგივე ფასი იყო, იგივე ფასად გვაძლევდა. აი რაღაცნაირი ფერი იყო რა, აი კაი ფერი იყო ისიც. უცხო ფერი. და ეს იმდენად მოეწონა რომ ის აღარ გავუსინჯი. ეს ჩავივარდა. და შესაბამისი ფეხსაცმელებში მივეცით თირკმელა. რამის ლაშა ეგრე დავტოვე. ეს არის როგორც ვაზელინი ეგეთი რაღაც საპრიალებელი. რამე რბილი ნაჭერი უნდა წაუსვა და ფეხსაცმელს გადაუსრა კაისუნი აქ. ეს სახეზე არ წავანედა. ვაზელინი არის. ოღონდ უფრო თეთრი რაღაც. სადავტლაკე ხელი. კაი, ესეთი. ყავისფერ შავშია რა. ძალიან მაგარი ფეხსაცმელი არის. ძალიან. ფეხსაცმელების ფონზე მარტო მე ვგიშდები. ახლებზე თორე მე არა კაცო. ძალიან ლამაზებია, ძალიან მაგრებია, იმინე კლასიკურებია. გამოსაცვლელებს აუცილებლად წაიღებს ივანე, წავიღებთ როგორც მე. იმიტომ რომ ამეებით არ ამგონია მთლად ბოლომდე გაქაჩოს. გაქაჩოს ერთია. შეიძლება არცად ტკეს და არც არაფერი ხამ. მაგრამ იქ უკვე რაღაცა არ გააფუჭოს. თვითონაც მოუფრთხილება, ყველას მოაქვს გამოსაცვლელები, იქ ვერ ერავი. კარგ გართობაზე გადავლენ უკვე სასტუმროში მეთქი რესტორანში და მოკლედ ეს ფოტოსესიებზე და ლამაზეებზე ექნება. და მე ეს იმედია ფეხი არ გაეზდება, რომ ეს გქონდეს გამოსასვლელ ფეხსაცმელად. უარა და მოგიწევს ჯერ ფრჩხილების დაჭრა. მე თუ ძალიან გაიზარდა თითებით. ცოტა ხნით ეგ დავდოთ. რომ მე უნდა ეს ყველაფერი გავატკიცინო, გავაუთოვო, გავამზადო და მე ვიცხონი აი აქ დაკიდება სახელურზე. ჩემკაბაც არ უნდა გაუთოვო სხვათა შორის. ეხლა წავიდეთ ნახოთ რა ვიყიდეთ ჩვენ. ვინ გვირეკავს? მოიცა ვიღაცა მიგეკავდა და ვერ გავიგე? უი თამთუნია ყოფილა. კაცებთან რო ვიყავი დავტოვე ჯიბე რო არა მაქვს არის საუქენი და ესა არა და წეღანი გავანთი. სად დავდგა? მოდი ეგ. გაბრიელის საწოლზე. არა კაცო ვერ ახართ მანდა. ვერ ახართ კარგი. კუმბოზე დაგაყენებს და იმედია რომ არ გადმოწყობანდებით. ასე იყავთ რა. ეხლა ნახოთ კაბა აქ ვიკიდია. აი.
ესე იგი, მომეწონა ერთი კაბა, გუშინაც გითხარით, მაგრამ ლამაზი იყო, რაღაცა ჰაეროვანი, რო ვთქვათ, ეგეთი იყო და მაგრამ ისა ვერ ჩავეკვეხებოდი ერთი და იასამნისფერი იყო და მეორეც ეგ. და რადგან იონეს შარლოკოსტონერი ყავისფერი მინდოდა რომ მეც რაღაცა მსგავსი მეყიდა. ოღონდ მინდოდა და მივედი და ყავისფერი ავარჩიე არა. შემხვდა ისეთი რომ ჩამეტეოდა და თან იყო ყავისფერი, ანუ ეგ სიტუაცია არის. ვიარე და ყავისფერი ვეძებე მეთქი არა. იმიტომ რომ მე რა მდგომარეობაშიც ვარ, მასეთი ტანსად რომ ჩაეკვეხო, ცოტა ძნელია რა, ამით უმეტეს აბანკეტო თუ სპეციალურად რაღაცა საურსულეს არ იყიდე. ეგეთი კიდე არ მინდოდა. არ ვიცი. რამდენად გამოჩნდება ეხლა. არის აი ესე მხარზე გადასული ოდნავ და აი ზედა მხარეს განახეთ ჯერ. აი ესეთი. და აქ აქვს კამარი. რომ აი მუცლის, აი ამ ადგილას ესე მეკვრება. და ოდნავ აქ აი ეს ჩამოსშვებული. ნახეთ, ეხა ახლა მოვწე. და დანარჩენი არის სუ პლისი თუ რაც აქვია და ეს არის მუხლის არა უშავრო ქვემოთამდე რა. ესე რომ თლიანობაში კარგად დგას, კომფორტულად მაქვს და არც მოჭერილი, არც არაფერი რა, კარგია. ვიყიდე ეს, ამაში მივეცი 200-ზე ზემოთ ღირდა კაბები ზოგადად რა და შევდიოდი და მეუბნეოდი 200-ზე ზემოთ, მართლა არ მიღირს რომ აქ ხელაფასი მივცე, თუმცა არ არის ძვირი. ნორმალური ფასია საბანკეტო კაბისთვის. ხო და ჩემ მდგომარეობაში ხა მერეც კი ჩავიცმევ ამას. მაგრამ ისინი ისეთები იყო, რომ მე ვიღარ შანსი არ იყო, მენასაურსულეები იყო და ეგეთები არ მინდა. ხო და მე შევედი მეუთხარი არის ბიუჯეტურს ვეძებ მეთქი რა არ მინდა ჰაი-ჰუი და ეს თანხები და ამ ხელა თანხები არ მინდა მეთქი. ადამიანურად ბიუჯეტური კაბა მინდა რომ ნუ შეიძლება ერთხელ ჩავიცვა თქვა რა. თქვა. და ავარჩიეთ ეს და მქონე მითხრა რომ ასოცილარად წაიღეო. მე იყო ფეხსაცმლის ძიება. ფეხსაცმლის ძიება იყო და ვეძებდი ხო გითხარით ერთიან ძირზე რომ მაღალქუსლიანი იყოს მეთქი, მაგრამ ერთიან ძირზე რომ კომფორტულად მევლო. იყო ეგეთი რაღაცეები, მაგრამ იყო სრულიად ქოშები, ჩვეულებრივი ქოშები, აი წაყო და წატრაკუნდე. მე მაგას ხوار ვიყიდი. ამიტომ არ ვიცი რატომ არ ვიყიდე ხალხრო შპილკაზე. ყოფა უნდა მეტიროს, მაგრამ მზათა ვარ ცოტა ხანი. არის ეგ ხო რა ქვია, ზამში რაღაცა არის ეგ. ეს წითელი ძალიან მომწონს. და ის არის აი აქ სირბილე, ნახეთ, ძალიან თანკაი და იგივეა ქვემოთ, აი თითებთან აქ ძალიან რბილი. რომ ეს წესით კომფორტული უნდა იყოს და ხო ჩავიცვი ფეხს მტკენს მეთქი მოგატყუებთ. მაგრამ უბრალოდ ქუსლიანია და რამდენად ვიკაკუნები არ ვიცი. თუმცა ფეხსაცმლებს წავიღებ რა თქმა უნდა, სხვებსაც სურათებისთვის რაღაცა გავიჭირებ რამენაირად რაღაცა იქნება. ასე რომ ხო რაც შეეხება ჩანთას არ გადამიწყვეტია რომელ ჩანთას გავყიდე. ჩანთა სპეციალურად ამ დღისთვის არ მიყიდია რა, იმოდელა ჩანთები მაქვს რაღაცა იქნება. ერთი მაქვს ახალი ჩანთა. ლაშას ნაყიდი არის, ახალი როგორ წლების წინ მიყიდა, მაგრამ ალბათ თითზე ჩამოსათვლელად თუ ვიხმარე ეგ ჩანთა რა და თან ისეთია რომ ფეხსაცმლებით ჯამეთებ. არა, უბრალოდ ის იყოს და რაღაცა შევარჩიო მოკლედ. ჩანთაზე საერთოდ არ დადობ და არ ნერვიულობ. უბრალოდ მინდა რომ ტელეფონი რაღაცა კომფორტულად ჩავდო და მეც მინდა რომ რამეები გადავიღოთ რა ფოტოგრაფი როცა გაამზადებს, მასი არ მინდა. მეც მინდა ჩემი კადრები მქონდეს და ამიტომ ჩანთა ყოველთვის მჭირდება. აი ეს არის ჩვენი შენაძენი, რაშიც თირკველები დავტოვეთ. თავისუფლად შეიძლება
ითქვას. ეს ჩავდოთ. იმიტომ რომ მივდივართ დაბლა, რათა მოვიფიქროთ საჭმელი. ტელეფონსაც ჩავიყოლებ. რაო კოკი. კათმები გამოვშდო ტვინ წაიღეს თავიანთი ყიყლიყოდი. აი ეს აი ჩემი ნაკიდობა, სხვა რა ვიყიდე ისეთი არაფერი, ძირთად მე და ივანე ვიყიდეთ რა იქ. ხო და წვრილმანები ვიყიდე პაჭკებით, ნასკები და ეგეთ რაღაცები. ასე რომ ეს არის და ეს. ტაველი ახლა. ფიქრი საჭმელზე დავიწყოთ. და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, მაგრად.